მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა თემით, რამდენად სწორ გზაზე ვართ. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. Ახლავე დავარიგებ თქვენთვის ვარიანტებს, ქვებსაც დავარიგებ აუცილებლად, რომ არ გაგიჭირდეთ არჩევა და ვნახოთ, რამდენად სწორ გზაზე არის ახლა პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. Ქვებსაც ვამატებთ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. Პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში, მეგობრებო, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და სანამ დავიწყებდეთ საჯარო გაშლას, გეტყვით იმას, რომ მე მიმაჩნია პირადად, რომ სწორი და არასწორი გზები არ არსებობს, აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩვენი გამოცდილება, აბსოლუტურად ყველაფერს ყოველთვის აქვს თავისი რაღაც გარკვეული მიზეზები, რის გამოც ხდება და რა თქმა უნდა ჩვენი არჩევანი არის ყოველთვის ჩვენი, რომელიც გვაძლევს რაღაც ახალ გამოცდილებას, არა? და შეხედეთ მეგობრებო, მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენ პერიოდულად გვიჩნდება სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ზუსტად ამას განვიხილავთ, თუ რამდენად სწორი არის თქვენი გზა, უშუალოდ ახლა რამდენად სწორად, რამდენად იმ მიმართულებით მიყავხართ, რომელიც თქვენ გინდათ, ან რომელიც თქვენ გჭირდებათ, ხო? კარგით, დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ, აბა პირველი ვარიანტი რამდენად სწორ გზაზე არის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. თასების დედოფალი. პირველ რიგში ვიტყოდი აქ იმას, რომ ახლა თქვენ ამ ეტაპზე ძალიან ემოციურად ხართ განწყობილი ბევრი რაღაცის მიმართ. იგრძნობა ძალიან შემოქმედებითი ენერგიები, შემოქმედებითი პოტენციალი, ემოციურობა. სადღაც რაღა დაგიმალოთ და დრამაქვინობაც კი, ცოტა. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა თქვენ უფრო მეტად ხართ ორიენტირებული თქვენს ემოციებზე, იმაზე რომ თქვენი ემოციები სადღაც მიმართოთ. და თითქოს მიმართავთ რაღაც ხელოვნებაშიც, შემოქმედებაშიც, ცდილობთ რომ სადღაც გაექცეთ თქვენს ემოციებს და ცოტა სხვა მიმართულება მისცეთ მათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რამდენად სწორ გზაზე დგას ახლა პირველი ვარიანტი, როდესაც ამ ვიდეოს უყურებს, აბა. პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი, თასების 10-იანი და არკანი თასების 9-იანი. მეგობრებო, პირველი ვარიანტი ვერ ვიტყოდი ნამდვილად იმას, რომ რაღაც არასწორ გზაზე დგახართ, ან რაღაც შეცდომას უშვებთ, მეთქი პირიქით საკმაოდ სწორად მიდიხარ, ძალიან სწორი მიმართულებით, იმ მიმართულებით, რომელიც თქვენს რეალობაში შემოიტანს ფინანსურ ენერგიასაც, ბედნიერებასაც, სიხარულსაც. ახლა ძალიან სწორ გზაზე დგახართ, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ნახეთ, აქ პატარა ნიუანსი ჩანს. და ეს არის ის, რომ ზედმეტად ემოციურად ხართ განწყობილი რაღაც გარკვეული საკითხების მიმართ. თითქოს თქვენი ემოციები მთლად იმ მიმართულებით არ მიდის, სადაც უნდა მიდიოდეს. გულისხმობ იმას, რომ მაგალითად შეიძლება თქვენ ემოციებს ცოტა არასწორი მიმართულებით აფრქვევდეთ, მაგალითად, არ ვიცი, გამოხატავდეთ იმის მაგივრად, რომ თქვენი რაღაც ემოციები დაუშვოთ ხელოვნებად აქციოთ, ხო? მაგალითად, პირობითად ვამბობ, ეს უფრო ხელოვანი ადამიანებისთვის არის. იმის მაგივრად, რომ ხელოვნებაში გაუშვოთ თქვენი ემოციები, ამის მაგივრად თქვენ ამ ემოციებს სხვანაირად უშვებთ და უშვებთ კონკრეტულ ადამიანზე ბრაზში, ან ნეგატივში, ან საკუთარ თავზე ბრაზში, ან რაღაც ილუზორულ მდგომარეობაშიც. შეიძლება იყოს აქ მაგალითად, ხშირად შეიძლება ან სვამდეთ, ან არაფრთხილ მდგომარეობას ეკიდებოდეთ, ან პირდაპირ ან გადატანითი მნიშვნელობით, ხო, რაღაც ასეთი ენერგიებიც იგრძნობა აქ. მაგრამ ეს პერიოდი არის ასეთი და თქვენ უკვე გამოდიხართ ამ ემოციური ენერგიებიდან აშკარად. ნელ-ნელა გამოდიხართ, ნელი და ბიჯითი ნაბიჯებით. და სწორ გზაზე მიდიხართ და ეს გამოცდილებაც თქვენთვის იყოს საჭირო. უბრალოდ მოდით ასეთ რაღაცას ვიტყვი, не затягивайте, ეკაჩებით რა ზედმეტად ამ პერიოდს. გასაგები არის რთული პერიოდიც, გასაგები არის ემოციური პერიოდიც, მაგრამ ეკაჩებით ხოლმე გარკვეულ ემოციურ პერიოდებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა კუთხით მიდის არასწორად თქვენი ემოციები. აბა. არკანი ხმლების მეფე, არკანი იმპერატორი კაცი, არკანი კვერთხების ტუზი. შეხედეთ მეგობრებო, აქ შესაძლოა იყოს კონკრეტული ან არასწორ მამაკაცში დებდეთ თქვენს ენერგიებს, მაგალითად.
დაუშვათ გინდათ სიყვარული, გინდათ მეტი სითბო, გინდათ მეტი ყურადღება და იმის მაგივრად რომ მოძებნოთ იმპერატორი კაცი, იმის მაგივრად რომ მოძებნოთ პენტაკლების მეფე თქვენთვის, თქვენ ყავთ არჩეული ხმლების მეფე, რომელიც არის უემოციო და არის უფრო მეტად რაციონალური, ხო? ამ კუთხით შესაძლოა იყოს აქ ინფორმაცია, იმიტომ რომ მამაკაცები ამოვიდა ინტენსიურად, ან არასწორად გამოხატავდეთ მამაკაცის მიმართ თქვენს ემოციებს. მაგალითად, გინდოდეთ მამაკაცისგან კონკრეტული რაღაცის მიღება და იმის მაგივრად რომ პირდაპირ უთხრათ, პირდაპირ გამოელაპარაკოთ გულწრფელად ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის მაგივრად უბრაზდებით ან იგნორით სჯით ან რაღაც ასეთ შეიძლება აკეთებდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში აქ არის ემოციების არასწორი მიმართვა. კი თქვენ გამოხატავთ თქვენს ემოციებს, მაგრამ არასწორი მიმართულებით. ან არასწორ მამაკაცთან ძალიან, არასწორ მამაკაცს აძლევთ თქვენს ემოციებს, თქვენს სიყვარულს არასწორ მამაკაცთან იხსნებით. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს მეგობარი მამაკაციც, ხო, რომელიც რეალურად ისეთი სანდოც არ არის, როგორადაც შეიძლება წარმოაჩენდეს საკუთარ თავს. ან ემოციებს გამოხატავთ სრულიად სხვა მიმართულებით. მაგალითად, გამოხატავთ იმით, რომ აი ვიღაცას უბრაზდებით, ან რაღაცას უბრაზდებით იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში გაერკვიოთ, ან რაღაც სხვანაირად გამოხატოთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განთავისუფლდეთ კონკრეტულად ამ მომენტის განაბა, როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა. არკანის სიკვდილი თავისით მოგვარდება აუცილებლად. სიკვდილი ყოველთვის არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, შემაძვირფასო მეგობრებო და ეს პერიოდი უკვე უახლოვდება თავის დასასრულს, რაზედაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი. თქვენ აბსოლუტურად სწორ გზაზეთ გახართ, ამ კუთხით სადარდებელი ნამდვილად არაფერი არ გაქვთ. ის რაც ახლო წარსულში ხდებოდა თქვენს ემოციებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი შთაბეჭდილებები, ემოციური ქაოსი, როდესაც დახტიხართ ერთი ემოციიდან მეორეზე ზედმეტად ინტენსიურად. ეს პერიოდი მიდის თქვენი რეალობიდან. მიდის არა ნეგატიური თვალსაზრისით, არამედ დადებითი თვალსაზრისით. სრულდება ის ყველაფერი, რაც თქვენ აქამდე ხელს გიშლიდათ. ამიტომაც, ხო, სწორ გზაზე ხართ, პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა. და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ნახოთ აბა თქვენთან რა ხდება. თქვენ რამდენად სწორ გზაზეთ გახართ, ან იქნებ და არასწორ გზაზეთ გახართ. აქ ჩანს პენტაკლების ცხრიანი. ახლა მე გხედავთ თქვენ ასე თუ ისე კომფორტში, ეგრეთ წოდებულ კომფორტის ზონაში. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ კომფორტის ზონაში მე ცუც ნამდვილად არაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. და თქვენ წარმოიდგინეთ და ეგრეთ წოდებულ კომფორტის ზონასაც აქვს თავისი ადგილი. ხანდახან ადამიანებს გვაქვს ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ გვჭირდება ეს კომფორტის ზონა, ხანდახან კი საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ უკაცრავად, მაგრამ თუ მე კომფორტულად ვარ, რატომ უნდა დავტოვოთ ჩემი კომფორტის ზონა, ხო? პერიოდულად გასაგები არის დისციპლინა, პერიოდულად გასაგები არის ის, რომ საკუთარი თავი სადღაც უნდა დავამარცხოთ და რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაც უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ მოვკიდებთ საკუთარ თავს ხელს და ჩვენ თავად თუ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ რეალობაზე, გასაგებია რომ თავისით არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ პერიოდულად კი ბატონო კომფორტის ზონაში ცუდი არაფერი არ არის. და ამასთან ერთად ვიტყოდი იმას, რომ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც არის კავშირში თქვენს კარიერასთან, მაგალითად კარიერული თვალსაზრისით, ან ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად სწორ გზაზე ხართ, აქ პასუხი არის სავსებით დადებითი, დიახ, მაქსიმალურად სწორ გზაზე გახართ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რამდენად სწორ გზაზე დგას. აბა ჩვენი მეორე ვარიანტი. ვნახოთ აბა რამდენად სწორ გზაზე ხართ, მეგობრებო, შემთხვევით ამოვიღე ორი უფროსი არკანი ერთდროულად და ეს გახლავთ არკანი განდეგილი და არკანი შეყვარებულები. ახლა თქვენ გაქვთ ისეთი პერიოდი, სადაც აქ ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც კონკრეტული გზა არის თქვენს რეალობაში. აქ უფრო ვიტყოდი იმას, რომ გზა გასაყარზედ გახართ თითქოს. ახლა ხართ გარკვეული არჩევნის წინაშე გახართ, სადაც უნდა მოირჩიოთ ან ერთი გზა, ან მეორე გზა. და იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, თქვენ გჭირდებათ მეტი თვითანალიზი, მეტი დაფიქრება იმაზე, რომ აი მე რა მინდა. სხვებს რა აწყობთ, კი არა, მე რა მაწყობს, მე როგორ მინდა რომ გავაკეთო, მე რა მინდა რომ გავაკეთო, მე როგორ მინდა რომ ვიარსებო, ხო? მაწყობს თუ არა მე ისეთი სიცოცხლე, ისეთი ცხოვრება, როგორიც ბოლო 1 წლის განმავლობაში მქონდა მაგალითად, ხო?
რაღაც ასეთი შეკითხვები უნდა დაუსვოთ აუცილებლად საკუთარ თავს იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ახლა დარდობთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ, აბა, რამდენად სწორ გზაზე დგას მეორე ვარიანტი. ნახოთ აბა. არკანი პენტაკლების ხუთიანი, ფინანსების დაკარგვის შიში გაქვთ მეგობრებო. კარიერის დაკარგვის, ფინანსების დაკარგვის, უბარაქობის, უფულობის შიშები, სახლის დაკარგვის ან რაღაც ასეთი შიშები იგრძნობა ინტენსიურად. უფულობის, უფინანსობის შიშები მოდის ძალიან მწარედ. შესაძლოა აქ კარიერულ არჩევნის წინაშე იდგეთ, მაგალითად, ხო, დავუშვათ წამოვიდეთ თუ არა სამსახურიდანო და ვერ აკეთებდეთ ამ არჩევანს იმის გამო, რომ გეშინიათ. დავამატოთ არკანები ხმლების ხუთიანი, თასების ხუთიანი, ღმერთოშო, პენტაკლების სამიანი. ნახეთ აქ თითქოს თქვენს რეალობაში არიან კიდევაც ადამიანები, რომლებიც თქვენს ამ შიშებს ყვებავენ, რომ მერე რა უნდა გააკეთო, მერე როგორ უნდა გააკეთო, მერე როგორ უნდა იცხოვრო. დავუშვათ სამსახურის მაგალითი იყო აქ იდეალური, თანაც იგრძნობა, რომ ბევრ თქვენგან ზუსტად ასეთი სიტუაცია აქვს, რომ ფიქრობს წამოვიდეს თუ არა სამსახურიდან და თუ წამოვალ რა გავაკეთო. და შეხედეთ აქ როგორი ინფორმაცია ამოვიდა. თქვენს რეალობაში არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს ამ შიშებს ყვებავენ. არიან ადამიანები. და ეს ადამიანები ძალიან ნეგატიურად მოქმედებენ თქვენს არჩევანზე, ძალიან ნეგატიურად მოქმედებენ თქვენზე. ერთადერთი გეტყვით იმას, რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენს რეალობაში, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ადამიანებს ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლიათ გამოძრომა. ყოველთვის ნებისმიერი სიტუაციიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ. გამოუვალი სიტუაციები უბრალოდ არ არსებობს. ერთადერთი გამოუვალი სიტუაცია, რაც შეიძლება არსებობდეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი. ამიტომაც, ფიქრობთ, რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით, ფიქრობთ, რომ გარკვეული სიტუაციებიდან ვერ გამოხვალთ, ყველაფერი აუცილებლად მოგვარდება. ფიქრობთ, რომ განწირულ სიტუაციაში ხართ, სამყარო აშკარად თქვენს გვერდით არის. მაგრამ შიშებს არ უნდა აყვეთ. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი შიშის გარეშე. შიშებს ნუაყვებით. უსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაშინებენ და ყვებავენ თქვენს შიშებს. იმიტომ რომ თქვენ ისედაც საკმარისად გეშინიათ და ამ ადამიანების მხრიდან საერთოდ არ გჭირდებათ დამატებითი შიში. დავამატოთ არკანები და კიდევ ნახოთ აბა. არკანი ხმლების 7-იანი, ხმლების 5-იანი და ხმლების 7-იანი. პარაზიტები არიან თქვენს ირგვლივ, რომლებიც ცდილობენ თქვენი შრომის გაუფასურებას, თქვენი ენერგიის გაუფასურებას, რომლებიც რაღაცნაირად გაწვევიან, რომ მე რა გავაკეთო, მე ჩემს კისერზე იქნები, მე ჩემ კისერზე უნდა იცხოვრო, მაგალითად სამსახურიდან თუ წამოხვალ. მე ეს უნდა ქნა, მე ის უნდა ქნა. იგრძნობა აქ რაღაც გარკვეული ცინიზმი, იგრძნობა გაუფასურება, იგრძნობა თქვენი შიშების ყვება კონკრეტული ადამიანისგან ან ადამიანებისგან. მოდით პირდაპირ გეტყვით, ეს ადამიანი არ უნდა მოუშვათ ახლოს თქვენს სივრცეში. ამ ადამიანს, როგორც მინიმუმ, ამ ადამიანის სიტყვები არ უნდა მოუშვათ ახლოს თქვენს სივრცეში, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმის მაგივრად რომ დაგეხმაროთ, კიდევ უფრო მეტ ენერგიას გართმევთ, კიდევ უფრო მეტ ენერგიას გართმევთ და კიდევ უფრო მეტად გაბნევთ. თქვენ ახლა გჭირდებათ ის, რომ მეტად გამოხატოთ თქვენი ხასიათი, მეტად გამოხატოთ თქვენი თავდაჯერებულობა საკუთარ თავში, მეტი ნდობა სამყაროს მიმართ. წადით. თუ თქვენ გახართ ასეთი არჩევნის წინაშე, კონკრეტულ სიტუაციაზე, რომ წავიდე თუ დავრჩე, წადით. ურთიერთობებზე ფიქრობთ, წავიდე თუ დავრჩე, წადით. დროა წახვიდეთ. სამსახურზე ფიქრობთ, დავრჩე თუ წავიდე, წადით. წადით, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, კარგად იქნება ყველაფერი, კი, კვერთხების დედოფალი. კარგად იქნება ყველაფერი. კვერთხების მეფე. კარგად იქნება ყველაფერი. თუ თქვენ მაგალითად გაქვთ რაღაც ისეთი შიშები, რომ დავუშვათ მეშინია პარტნიორს დავშორდე, იმიტომ რომ კი ტოქსიკურია, მაგრამ არასდროს არ უღალატია, ჩემთვის ან რაღაც მსგავსი და რატო წავიდე, იქნებ და მე ღირსეული მამაკაცი ვერ ვიპოვო ან რაღაც მსგავსი, წადით. იპოვით თქვენთვის შესაბამის ადამიანებს. თუ თქვენ ფიქრობთ კონკრეტულ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობისგან, მაგალითად მეგობრისგან წავიდე თუ არა, წადით. რაც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, წადით. ეს არჩევანი გააკეთეთ. თქვენი გზა სწორი არის. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.